ძალიან მოხარული ვარ, რომ ხო, ერმილე ნემსაძე შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაცია ნინია გადამიღეთ სხვა დროსაც გამოგადგებათ მეც გადავიღეთ აუცილებლად სასიამოვნოა მაგისტრის ავართ მოსული რომ მოგვისმინოთ ნამდვილად და სხვათა შორის ჩვენი ორგანიზაცია ახდენს ერთი წუთი ირაკლი თუ შეიძლება ჩვენი ორგანიზაცია ახდენს ომის ვეტერანების სამხედროების უფლებების დაცვას და ვიცით რასაც ავართ შეჯახებული ამ ქვეყანაში არაერთხელ ვიყავით საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოსული ყავდა აქ ომის ვეტერანები მოყვანილი რომლებიც სხვათა შორის იქნენ დაინვალიდებული ავღანეთის მისიაში და 3-4 მცდელობა ჰქონდა ერთი ამბავი ჰქონდა მაგრამ მაინც არავინ არ დაუთმო ეთერი არც რეალურმა სივრცემ შემდეგ მოხდა ისე რომ ეს იყო დავით მახარეიშვილი ასევე იყო ბატონი ვიქტორ ჭელიძე და სხვა სამხედროები რომელთა უფლებებისთვისაც ვიბრძვით მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა აი თქვენ ბრძანეთ რომ პრიორიტეტებს განსაზღვრავთ დღეს არის მარტყოფის ბრძოლის გამარჯვების დღე მე მინდა ყველა ქართველს მიულოცო ვისაც გული უძგერ სამშობლოსთვის რატომ ხდება საქართველოში და საზოგადოებრივ არხზე პრიორიტეტი არ ენიჭება ეროვნულ თემას იბლოკება ისეთი გადაცემები როგორი გადაცემაც არის მაგალითად გააგრძელეს საქართველოს ისტორია აღარ მიმდინარეობს ქართული დოკუმენტალისტიკა უკაცრავად თუ შეიძლება თუ შეიძლება ერთი წუთით რა დავასრულებ და მე მოგისმენთ რა ნამდვილად დემოკრატია მე ყველას გისმენთ ასევე ქართული დოკუმენტალისტიკა არ ეთმობა ეთერი ჩვენ ოკუპირებული ქვეყნის შვილები ვართ არ ეთმობა ეთერი რეალურ გმირებს უჩა გუგუჩია რომელიც შინძისის გადარჩენილი გმირია რომელიც უშუალოდ მონაწილე არის კაცს არ აინტერესებს ეს ადამიანი არავის არ აინტერესებს აქედან 200 მეტრში გმირთა მოედანზე როდესაც ცემეს ომის ვეტერანები რომლებიც სხვათა შორის როდესაც ბევრი დღეს ვინც ხელისუფლებაშია თუ აქ მუშაობს ამ დროს ლიეჟში ლონდონში პარიზში ჰარვარდში კემბრიჯში სწავლობდა და ამ ხალხმა ხელი ფეხი დაკარგა არც სახელმწიფოს არ აინტერესებს ეს პირდაპირ მინდა ვთქვა და 22 ლარიანი პენსია არავის არ გახსენებია სამწუხაროდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველას აინტერესებს ამ გაშიმშილებულ გაძვალტყავებულ ქვეყანაში სადაც 40% სიღარიბის ზღვარზე არის საჭმლის კეთება დღე და ღამე რაღაცა აი ეს უმცირესობების უფლები უკაცრავად მაგრამ უმცირესობას აპარტეიდად ნუ გადააქცევთ უმრავლესობას არსებობს ამ ქვეყანაში და ეს ქვეყანა არის ჩვენი მოტანილი უმრავლესობის თუ შეიძლება ჩვენც დაგვითმეთ ქვეყანა თუ კი კანონმდებლობაში კაცო ნატოზე და ევროკავშირზე გაქვთ მითითებული ეს ყველაფერი რა დაგიშავათ ომის ვეტერანებმა ის რომ დამარცხებული ომის ვეტერანები არიან ის რომ რუსეთის იმპერიასთან დავმარცხდით ჩვენ ხო ვიღაცა ჩვენი ტოლა ქვეყანასთან ხო არ წაგვიგია ომი წავაგეთ დედამიწის 1/6 ვისაც უკავია და წავაგეთ ისიც სახელმწიფოს და ხელისუფლების წყალობით ერთი წუთით რა დავასრულებ არც ერთი პრობლემა არ შუქდება მე მინდა პირდაპირ თქვა აქ ახართ ბორდი რომელიც დაინტერესებული ხართ საერთოდ აი საზოგადოებიდან უცხო პრობლემებით არ ვიცი შეიძლება ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია მაგრამ მასა საზოგადოების საერთოდ სხვაგან არის თქვენ ბრძანდებით სხვაგან უკაცრავად ეს იყო ჩემი გულისხმობა და ლეილა ალელიშვილმა რომელმაც ჩაწერა ეს ინტერვიუები და დაბლოკილი არის დღემდე და ასევე მათმა ჟურნალისტებმა არ გაუშუქებია არც ერთ მე უბრალოდ ვახსენებ ამ ჟურნალისტს იმიტომ რომ ძალიან უხეშად და ცუდად მოიქცა თუ შეიძლება მე არ შემიძლია